რუსეთი სერიოზულად განიხილავდა ერთი ყოველგვარი ჩვენი ნებართვის გარეშე ბანკის ხეობის დაბომბვას და ერთხელ ომალოს მიმართულებაზე კიდევაც განახორციელა ყველაფერი და მეორე გაუგონარ ზეწოლას შემოჭრის იმის ქვეშ შანტაჟის ქვეშ ზეწოლას ახორციელებდა საქართველოს ხელისუფლებაზე იმ თვალსაზრისით რომ ესე იგი ჩამოგვეყალიბებინა ერთი ბათუმში ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი და მეორე ერთობლივი სამხედრო ოპერაცია განგვახორციელებინა პანკისის ხეობაში ჩათვალეთ რომ ორივე ეს ღონისძიება იქნებოდა საქართველოს სახელმწიფოს დასასრული ცალ-ცალკე და ერთად აღებული ხომ მithumetes საქართველოს ხსენებაც არ იქნებოდა იმიტომ რომ ბათუმში ახლა შეიძლება ახალგაზრდა მსმენელს არ ახსოვდეს რა ხდებოდა მაგრამ მაშინ იყო რუსეთის გენერლის FSB-ს გენერლის თუ KGB-ს გენერლის ასლან აბაშიძის რეჟიმი ძალიან მარტივად და ასე მდგომარეობაში რუსეთი აკეთებს შენზე ფუშინგს და ესე იგი გეუბნება რომ შემომაყვანინე ჯარებს თორე ჩემით გავაკეთებ და მაშინ საქართველოს ხელისუფლება მოახერხა და იმდენად ფილიგრანული ოსტატობით ესე იგი სპეცსამსახურმაც რა თქმა უნდა თავდაცვამაც და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ ამერიკელებთან ამ საიდუმლო ვითარებაში გააკეთა ხელშეკრულება წლების მანძილზე 2-3 წლის მანძილზე დიდი ხნის მუშაობა დაჭირდა ამ ყველაფერს და რუსეთს პირდაპირ დავუდეთ წინ მაშინ საქართველომ რომ კი ბატონო ვაცნობიერებ იმ საფრთხეს რაც შენ ჩემგან გელოდება ტერორისტული საფრთხე მაშინ თან 11 სექტემბერი მოხდა და ამიტომ ვაფუძნებთ ამერიკულ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას და მაშინ დადგა პირველმა ამერიკელმა სამხედრომ ნუ ახლა გულისხმობ შალიკაშვილი იყო მანამდე ნამყოფი და ესე დელეგაციებში იყვნენ მაგრამ ოფიციალურად პირველმა სამხედრომ და პირველი ბატალიონები 4 ბატალიონი გაიწვრთნა მეორე თუ მესამე ბატალიონში უკვე ქალებიც იყვნენ ჯარისკაცები ქართველი სამხედროები კომანდოს ბატალიონები გაიწვრთნა ინსტრუქტორები ჩამოვიდნენ და იმდენად კარგად შესრულდა ეს ყველაფერი რომ კადრებიც არის პუტინმა ვერაფერი საწინააღმდეგო ვერ თქვა იმიტომ რუსეთს ჯერ კიდევ არ შესწევდა მაშინ ძალა ფინანსურად რომ თქვა თვითონ შემოეთავაზებინა ეგ სერვისი რომ ამერიკელებს ნუ გააწვრთნებინა მე გავწვინდა აი მათი ეს ძალადობა ვთქვა რომ შენგან მე ტერორისტული საფრთხე მელოდება გამოყენებული იქნა პოზიტიურად საქართველოსთვის იმიტომ რომ ვეღარ თქვა კი ბატონო გელოდება შენთან არ მინდა ანტიტერორისტული ცენტრი ვერ ვაკეთებ რიგი მიზეზების გამო მაგრამ აი ამერიკელები მეხმარებიან და მე ამ საფრთხეს აღკვეთავ და მართლა პანკისში სიტუაცია დარეგულირდა სუფთა სპეცსამსახურის მუშაობით დაახლოებით 1 წელიწადში